მოკლედ ბოლოს ვაკეთებთ ტესტს. გვაქვს ვერცხლის მონეტა და გვაქვს სპილენძის მონეტა. ანუ შევარჩიეთ ისეთი მონეტა, რომელიც გავრცელებულია საკმაოდ და შესაძლებელია იპოვოთ. გამოვთხარეთ დაახლოებით 35, ახლა საზომი არ გვაქვს, მაგრამ რაც ბარით გავზრუნოთ 35 სანტიმეტრიანი სიღრმის ღრმული, იქ ჩავდეთ მიწას დავაფარეთ. სხვა დეტექტორებით გავავლით. გვაქვს წარმოდგენილი ნოქტა სიმპლექსი, Deus 2, ეს სიახლეა დეტექტორს G-ს მაღაზიაში. კიდე გვაქვს Legendi, ერთ-ერთი ესეთი ლეგენდა და ისევ გვაქვს MineLab-ის Xterra Elite. მოკლედ ეს დეტექტორები გვაქვს და კიდე გვაქვს ერთი დეტექტორი XP-ის. მაგასაც გავტესტავთ ახლა რა არის წარმოებული ნახავთ ზუსტად. და ჩვენი მიზანი ის არის რომ განახოთ მიწაში როცა ამ სიღრმეზე 35 სანტიმეტრის სიღრმეზე იპოვის დეტექტორი ვერცხლს, აი ესეთ მონეტას. ეს არის 1925 წელს გამოშვებული კომუნისტების დროს ვერცხლის ამას გრამებიც აწერია, ახლა გეტყვით, სუფთა ვერცხლია 9 გრამი. ეს პოლტინიკი ეგრეთ წოდებული. მოდი ჩავდოთ. თუ ვიპოვეთ ეგა. მიწას დავაყრით რომ სიცარიელი არ იყოს, იმიტომ რომ სიცარიელი არის, მაშინ შეიძლება განსხვავებული სიგნალი მოგცეს და ცნობილება იყოს. ნუ მოკლედ სიცარიელებზე მე გვექნება ტესტი. მოკლედ კიდე ერთს გეტყვით რა. მეტრის გათხრას არ ვაპირებ და მეტრაზე ესეთ მონეტას არც ერთ დეტექტორი არ იპოვის და თუ ისეთ დეტექტორი გექნებათ, რომელიც 1 მეტრაზე სიგნალი ამოაქვს და თქვენ იმის გამო რომ შეიძლება მონეტა იყოს მეტრაზე გათხრით, აქ იქნებოდა დაახლოებით აი ესეთი ღრმული, დაახლოებით აქამდე და ალბათ დილით დავიწყებდით, დღეს დავასრულებდით ამით გათხრას. თუ ეხა ექსკავატორით მოხოთ, კი ბატონო, საკმაოდ კაი კაპჩები გვაქვს და მაინც ძნელია გამოთხა. მოკლედ ეხა პირველ რიგში 9 გრამიანი მონეტა გვაქვს დამარხული დაახლოებით 35 სანტიმეტრის სიღრმეზე, მიწაც დავაყარეთ. იმედია მოვძებნით. ეს არის Deus 2 და ნახოთ რა სიგნალს მოგცემს. 99-ის კი გვიჩვენა. 80, 92. ანუ მოკლედ საკმაოდ დიდი სიღრმეა აი ესეთი პატარა დეტექტორისთვის, 35 სანტიმეტრი მონეტისთვის. აი ესეთ სიგნალი უკვე უეჭველი უნდა გათხარო. 99-ს უჩვენებს, კაფიოდ იჭერს 99, ესე ვთქვათ. გადაატარე, გადმოვატარე 99 ანახა, აი 96, 95, 99. აი ანახე. მე ვთავთ pinpoints. ანუ მოკლედ იმ ხელა სიღრმე არის ახლა მიცემული. აი, pinpoints-აც გაუჭირდა თავიდან. მოკლედ აი აქ არის ხა მონეტა ჩამარხული და pinpoint-მაც იპოვა აღნიშნული მონეტა. ეხლა ნახოთ სხვა დეტექტორზე როგორ რეაგირება იქნება. მოკლედ Deus 2 ანახა 89-დან 99-ის ჩათვლით სიგნალი. და ისეთ სიგნალია, რომელიც აუცილებლად უნდა გავთხაროთ. ეხლა ნახოთ სხვა რომელი გვაქვს. რომელია? Orxy. ხო, მოკლედ ეს Orxy ასევე XP-ის ნაწარმია, ფრანგული ბრენდია. და უფრო არის თვითნავად ოქროზე გათვლილი და პატარა რაღაცებზე გათვლილი, მაგრამ მაინც შევამოწმოთ. მოკლედ Orxy-მაც იგივენაირად. ჩემი აზრით Deus-მა უკეთესად დაიჭირა აღნიშნული სიგნალი. ეს უფრო თვითნაბადზეა გათვლილი და პატარა დეტექტორებზე, მეტალებზე. ეხლა ვნახოთ კიდე სხვა. ამას აიდია გამოაქვს, ხო, მარჯვენა მხარეს. მოკლედ 80 ანახა Orxy-მა. ეხლა შემდეგი გვაქვს Legendi. მოდი ამ ჩემს ბარებს ცოტა შორს გავწევ. მოკლედ რეჟიმებზე ხა არ შევჩერდებით რა რეჟიმებზე გამოვიყენოთ, რაც უბრალოდ ზოგადი მიუხედავისთვის გვაქვს, მე უკვე გვექნება სხვა როგორ? ხო, ცნობილობაც გვაქვს თითქმის მაქსიმალზე დაყენებული, გვაქვს მდელო დაყენებული, როცა ეს მდელო გამოიყენება, როცა არის სუფთა გარემო, ესე ვთქვათ, დაბინძურებული არ არის და მოკლედ M1 არის multi frequency თვითონ ციების სისტემა. აი ნახე. მოკლედ Legendi გვიჩვენებს 17-13. ეხლა შევუცვლით სიხშირეს. აი აქედან. M2-ზე ვნახოთ რას გვიჩვენებს. ისევ 10-20 პარლებში. დავაყენოთ 40 კილოჰერცზე. 35-ზე ავიდა.
დავაყენოთ ახლა 10 კილოჰერცზე. აი აქ უკვე მკაფიო სიგნალს უფრო იძლევა 10 კილოჰერცზე 50-ის ფარგლებში. სხვა დეტექტორმა სხვა სიხშირულ დიაპაზონში შეიძლება სხვა ID გამოიტანოს. ანუ იმის ჩვენება მინდა რომ დაახლოებით 35 სანტიმეტრზე ახლა რაც გავტესტეთ სამივე მოგცა სიგნალი და აი ესეთ სიგნალი უეჭველი უნდა ამოთხარო, რა ვიცი, ამაზე უკეთეს სიგნალი შეიძლება არ შეხვდეს კაი ხანს. ხო, მოკლედ ახლა გვაქვს ყველაზე ბიუჯეტური ვერსია პროფესიონალური და ნახევრად პროფესიონალური დეტექტორებში. ეს არის Nocta Simplex Plus, რომელიც აღარ გამოდის ჩვენ ახლა ჩვენს მაღაზიაში გვაქვს, მაგრამ იგივე ვარიანტები გვაქვს Simplex-ების BT, Ultra და ასე შემდეგ. და მოკლედ ამას ახალ Simplex-ებს ყველას იგივე კატუშკები უყენია და მოკლედ სხვაობა დიდი არ არის. აქედან გამომდინარე ვნახოთ ყველაზე დაბალფასიანი რაც გვაქვს დღეს წარმოდგენილი რა სიგნალს მოგცემს. აი ეს როგორი სიგნალია? თუ აგდებს სიგნალს 76 აგდებს და გათხრა დღეს 67. Pinpoint-ი. მოკლედ გათხრიდი რა, მე გავთხრიდი. ეს იყო Simplex Plus-ი, ბევრს ექნება ალბათ Simplex Plus-ი დღემდე. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო დაახლოებით 2 წლის წინ. და მე გამოვიდა Simplex-ის ეგრეთ წოდებული მკვლელი MindLab-ის Xterra, ამას Pro ვერსიაც აქვს და Elite-იც, ესაა Elite. მოკლედ აქაც თითქმის იგივე მონაცემები ვეცადეთ და გვეყენებია. ვა. MindLab-მა არაო. არ გათხარო კი აღარ სიგნალს არ გვაძლევს. მაგ კატუშკებიც განსხვავებულია, მაგრამ დაახლოებით აღნიშნული დეტექტორი არის პირდაპირ Nocta-s Simplex-ის კონკურენტი და თანხითაც ოდნავ მეტი ძლიერს, მაგრამ აშკარად მონაცემებში ეხლა ამ სიტუაციაში ვიძახით, რომ გავტესტოთ ყველანაირ პირობებში სიგნალს არ გვაძლევს. სამწუხაროა. კარგი, ეხლა ვნახოთ. ხო. ეს არის Simplex-ი. ნუ მოკლედ ჩვენ ვცდილობთ რომ არ გაუთიშოთ შაველი თონი, რადგან გრძნობილობა გქონდეს მაქსიმალურზე. ეხლა ამას შავი თონს თუ გაუთიშავ და რაღაც აიდებს შეუზღუდავ, უფრო ნაკლები სიღრმე ექნება, გრძნობილობაც მოვაკვდება. საერთოდ რჩევა არის, თუ სუფთა გარემოში დადიხართ, როგორც ჩვენ ახლა ვართ, თლაც სუფთა არ იყო, რაც კი იყო შავი თონი, მაგრამ შედარებით პლაჟზე არ მოძრაობთ, ქალაქში არ მოძრაობთ, ისეთ ადგილებში სადაც დაბინძურებულია, ჯობია მაქსიმალურზე ჩართოთ ყველაფერი და არაფერი არ გაუთიშოთ. და გექნებათ მაქსიმალურად დიდი შედეგი. მაგრამ MindLab მოკდა. აგაო, აი რაცა დაიჭირა. აბა Pinpoint-ი დავამატოთ. აი Pinpoint-ი და მაქსიმალური ძნობელობის აწევით. აი ახლა იპოვა მაგ Pinpoint-ით მარტო. აი, ამას არ გავთხრიდი ნამდვილად. წაიძახა უბრალოდ. კი არ დაიძახა, აი. აი თუ იცი რა წერტილიც არის, მიხვალ კი, მაგრამ ესე რომ დადიოდე. არა. მოკლედ ეგ არის. ეხლა კიდე გვექნება სხვა ტესტი. მოკლედ სადაც სხვა მონიტორს ჩავდოთ ჩვენს იმპროვიზირებულ ორმოში, განახებთ რომ Pinpoint-ი აუცილებელი. ეხლა ვეძებ ჩვენ მონიტორს. ჯერ ვერ უყურებთ 20 წლის მონიტორი, მოტანილი გვაქვს სპეციალურად რომ ტესტები ჩავატაროთ. მოკლედ აუცილებლად ბარი გჭირდებათ, კაი ბარი გჭირდებათ, რომელიც ძლავრი არის. ლიზის მოიტანე Nocta-s ბარი. მოკლედ ფოლადი უნდა იყოს ესეთი რომ დააწვე და არ გადაიღუნოს. აი მე მაგალითად ამას ვიყენებ და Nocta-s აი ესეთ ბარს, ესეც საკმაოდ მძლავრი, просто ცოტა მძიმეა, ეგ არ მომწონს. და კიდე არის აი ესეთი გარეტის ბარი, რომელიც არის უფრო წერტულოვანი გათხრისთვის და ამის გარდა კიდე დაგჭირდებათ აი ესეთი რამე ჩანთა, ჩამოსაკიდი. აქ Pinpoint-ს ჩადებთ, რაც ჩააგდით, ეგრე ჯართი მაქვს ნაპოვნი. ტელეფონი მიდევს. მეტი რა დაგჭირდებათ, კუდი დაგჭირდებათ და ეხლა ვნახოთ Pinpoint-ი რისთვის გვინდა. მოკლედ მონეტა ჩავდეთ, ვერ პოულობთ. ეხლა ვიწოლთ კი ვიპოვით. დავკარგეთ მონეტა. აი, ეხლა ჩვენ გვეპოვა მართლა ეგ. მოკლედ ეს მონეტა ჩვენია. რაცა ფეიკებს არ გქავთ და
უბრალოდ იმით ჩვენ მინდა რომ pinpointer-ის გარეშე ეხლა ამის მომენტის საპოვნელად დაგჭირდებოდა კაი ხანს ამის ყველაფრის გადაკითხვა. აი მაგალითად აფარია ხო ეს მიწა მონეტას. მონეტა გერა. ხედავ, ჯოლბოთ ატანს pinpointer-ი. pinpointer-ი გების ხვებია, სხვა უბრალოდ შეგიძლიათ ესეთი გამოიყენოთ, შეგიძლიათ უფრო ამას დაბალი კომპლექტაცია და შეგიძლიათ ფერადი და შავის გარჩევადობით გამოიყენოთ. იქ უფრო პროფესიონალურია და მოითხოვს რაღაც მინიმალურ ცოდნას. ეხლა ეს რო კონდეს ჩვენ ნოქტასი, ფერადი და შავი, ჩვეულებრივად ფერადს და შავს გვიჩვენებდა რომ ეს არის ფერადი მაგალითად, მაგრამ ჩვენ კი ვიცით რომ ფერადია. მოკლედ ეხლა რა ტესტი გვაქვს, რომელი მონეტა გვაქვს? მონეტა აგერა. 9 გრამის სუფთა ვერცხლი. ეხლა ესეთი სპილენძი, ხო? სპილენძის მონეტა გვაქვს. ეხლა ამის წონა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 9-8 გრამი იქნება იგივე წონაში გაქვს, უფრო ბრტყელია უბრალოდ. ტესტი რაში მდგომარეობს? 35 სანტიმეტრია დაახლოებით ამის სიღრმე. 35 სანტიმეტრზე უფრო ღრმად მონეტის პოვნა ცოტა არარეალურია. 9 მეტრაზე მონეტაზე რო იმუშაოს დეტექტორმა, მაშინ მაქსიმალური უნდა ჩაუთო გრძნობელობას და ყველაფერი და იდეალური პირობები უნდა იყოს და მართლა უნდა გამოთხარო 9 მეტრა ისეთ სიგნალი, რომელიც მოგცემს და ეგ ცოტა არარეალურია. თუ იცი რომ სადმე კონკრეტულ ადგილას არის რაღაცა დამარხული და სუფთა გარემოა და მიდიხარ და სიგნალი მოგცა, შეიძლება ექსკავატორი მოიყვანო და 3 მეტრაზეც გათხარო, ხო? ეგ კი. მაგრამ აი ხა ჩვენ ვართ კოჯრის მიდამოებში, რო გითხრათ რამე ისეთი არსებით ვიპოვეთ არა, უბრალოდ ტესტებს ვატარებ ჩვენი დეტექტორების, რაც წამოვიღეთ დეტექტორს ჯიდან. მოკლედ ეს მონეტა ხა ჩავდოთ მიწაში დავმარხავთ და სხვა დეტექტორებზე ისევ დავატრიალებთ. მოკლედ დავმარხეთ სპილენძის მონეტა, იგივე სიღრმეზე დაახლოებით 35 სანტიმეტრზე, არ გაგვიზომია, მაგრამ მიახლოებით სიღრმეს გეუნებით. და ეს არის Deus 2 28-იანი კატუშკით. ნახოთ რა სიგნალი ექნება. მიწა დავაყარეთ ჩვეულებრივად რომ რეალური იყოს. კი, ამას გავთხრიდი კი არა, ამოვთხრიდი ოჭველი. 87, 86. ანუ აი ესეთი სტაბილური სიგნალი არის სიგნალი, რომელიც აუცილებლად უნდა გათხარო. სიგნალი, რომელიც სხვა დეტექტორზეც მაგალითად მოგცა 04, 90, 04, 80, მინუს რაღაცა 60, აღნიშნული უკვე შეიძლება იყოს დაჟანგებული და თავი დავანებოთ ჯობია. მაგრამ ესეც გავტესტავთ, განახებთ. აქ კიდე სპილენძის მონეტა არის და მკაფიო სიგნალია Deus 2-ზე 90-ის ფარგლებში. ეხლა შემდეგი დეტექტორი. ნახოთ ხო? Simplex Plus ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი დეტექტორი დაახლოებით 2 წლის წინ. მე გამოვიდა ამის 3 ვერსია, რომელიც სამივე წარმოდგენილია მაღაზია დეტექტორს ჯიში. შეგიძლიათ მიხვიდეთ აგლაძის 15-ში თბილისში და ბათუმში ყაზბეგის 16-ში. მოკლედ სპილენძის მონეტაზე ნახოთ როგორ იმუშავებს Simplex Plus-ი, რომელიც ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ფოტოშოპში. ეს გასაკრებელი მოდელია. ვინ რა იპოვა ამით არ ვიცი, მაგრამ ჩვენამდე არაფერი მოსულა. აი, საკმაოდ კაფეო სიგნალია. იგივე. მოკლედ 76-80. კი. ის 86-ის ფარგლებში. 90-მდე. იგივე აჩვენებს ეგ ახლოში რომ მიგაქვს. ნუ მოკლედ ესეც გასათხელი სიგნალია აუცილებლად. ეს იყო Simplex Plus-ი, ნოქტასი. ეს არის XP. აუ ძალიან მსუბუქია, ძალიან მაგარია. ორქსი, ანუ ორქსი ჯერ ბოლომდე კარგად არ გვაქვს შესწავლილი. ძალიან პატარა, ძალიან მსუბუქია, ძალიან ლამაზია, ძალიან კოხტა არის და საკმაოდ კარგად მუშაობს. ნახოთ ახლა სპილენძის მონეტაზე. ID არ გამოაქვს, მაგრამ სიგნალს გაძლევს. ფერადი ლითონის სიგნალს გაძლევს. მოკლედ ამის დამატებით განხილვა გვექნება მე კონკრეტულად მოდელების, როგორ უნდა დააყენოთ რაღაც ფუნქციები, უბრალოდ იმის ჩვენება გვინდა რომ კატუშკას ვამოწმებთ, ეგრეთ წოდებულ ხვიას ამ შემთხვევაში. მოკლედ სიგნალი გვაქვს, აუცილებლად გავთხით. ანუ შავი ლითონის სიგნალი საერთოდ არ არის, ფერად იძლევა, მაგრამ აღნიშნული მოდელი უფრო არის თვითნაბათ ოქროზე გათვლილი და პატარა ნივთებზე, რომელიც არის ზედაპირზე. ეს არის MineLab Xterra. ო, გაიღვიძა. ეხლა ნახე, ახლა რა შეასრულობა. MineLab-იც ჩვენთან აწარმოებენ მაღაზიაში, უბრალოდ მინდა რომ შევადარო მის თურქულ ანალოგს. ზოგჯერ იძლევა 85, ზოგჯერ -14. 85
29, 27. მოკლედ გონი Simplex Plus-ი ჯობნის ჯერჯერობით ყველა მონაცემში. Legend-ი ეს უკვე ცოტათი ერთი საფეხურით მაღლა დგას ვიდრე Simplex-ი და თუნდაც Xterra Pro ან Elite და ნახოთ. სპილენძის მონეტა გვაქვს დამარხული გამიზნულად. აი ნახეთ 40-ის ფარგლებში იძლევა. სხვა დეტექტორი სხვა სიხშირულ დიაპაზონში იძლევა სხვა ID-ს, მაგრამ აქ ის კი არ არის რა ID-ს გამოიტანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ID შეინარჩუნოს, ანუ არ დახტოდეს 90 და 04-ის ფარგლებში მაგალითად. აი ახლო ID-ები უნდა გქონდეს, დაახლოებით 10-ობით არ უნდა იცვლებოდეს. ეხლა 45, 46, 42 სიგნალი არის, გავთხარით ამოვიღეთ მონეტა არის. მოკლედ ეს იყო სპილენძის მონეტაზე, რომელიც არის დაახლოებით 8-9 გრამი. დამარხული გვაქვს 25-30 სანტიმეტრის სიღრმეზე, მიწაც დავაყარეთ. საკმაოდ ისეთი მიწა, მყარი მიწა არის, მაგასაც აქვს მნიშვნელობა, მიწა სველია, ქვიშა არის, ქვები არის, რა გრუნტია, მოკლედ გრუნტზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. შეიძლება სხვადასხვა გრუნტზე ერთ და იგივე დეტექტორმა იგივე მონაცემებისას მოგცეს სხვა სიღრმეზე სიგნალი და შეცდეს იქ და არ შეცდეს აქ მაგალითად. მოკლედ ეგ არის რაც შეეხება ფერად ლითონებს. და ერთადერთი ხა ბოლო ტესტი დაგვჭა შავ ლითონზე, რაც ჩვენ ვიპოვეთ. ან ისედაც გას მოვედით, ბედი არ ქონდა და კაი ვერაფერი ვიპოვეთ, ლიზიმ ლარიანი ამოიღო და აი ნახეთ, ესეთი შავ ლითონია, ამასაც ეხლა ამოვიღებ სპილენძის მონეტას და ამას დავმარხავთ და ვნახოთ, ეს კი არის ერთი 30-40 გრამი დაახლოებით, 4-5 მონეტის ხელაა. კი, მოგამოვიღოთ ჩვენი მონეტა ისე უკან. დავუბრუნოთ. და ისევ pinpointers გამოვიყენებ. აი მაგალითად მომცა სიგნალი ამოუთხარე რეალურ პირობებში როგორც ხდება. ჩავთეთ pinpointeri, შევამოწმეთ მუშაობს თუ არა, იმიტომ შეიძლება ელემენტი კონდეს დამჯდარი და რაღაც მომენტში არ იმუშაოს. მოკლედ აი ნახეთ, მე კი ვიცი ახლა აქ რო არის, მაგრამ იმის ჩვენება მინდა რომ რამდენად გვეხმარება ეს pinpointeri. ეს pinpointeri შავია, ფერადია თუ რა ლითონია ვერ არჩევს, მაგრამ გვაქვს ისეთი წარმოდგენილი ჩვენს მაღაზიაში მეგალაინში, რომელიც არჩევს. აი მონეტაც ამოვიღეთ. ძველი მონეტა საკმაოდ. და ეხლა შავ ლითონს დავმარხავთ და გავაგრძელებთ ტესტებს. მოკლედ ბოლო ტესტი დაჟანგებულზე, რაც ყველაზე ხშირად შეიძლება შეხვდეს ბუნებაში და ჩვენც ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე. არ ვიცი რა დანიშნულების მეტალია, მაგრამ მოკლედ დაჟანგებული დაახლოებით 30-40 გრამიანი მეტალია, 35-30 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩავდებთ მიწაში, აი ცოტას მიწას კიდე ამოვუღებ, რომ უეჭველი 35 იყოს. საკმაოდ რთულია გათხრა ესეთ გრუნტში. ჩავდეთ, დავაყარეთ მიწა მყარად, რომ არ იყოს სიცარიელები დატოვებული ბევრი. დავპრესავ ხლა ამას კარგად, რომ რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს. მოკლედ, დავიწყოთ ტესტი. შავ ლითონი 30 გრამი, 40-30 და ორქსით ვიწყებთ XP-ს ორქსი, რომელიც უფრო თვითნაბაძია გათვლილი, უბრალოდ წამოღებული გვაქვს, მინდა რომ გაახოთ. უპრობლემოდ, აი ნახეთ, ცოტა ავწიოთ კი სიმაღლეში დავუმატოთ ერთი 10 სანტიმეტრი. ეს არის 45 სანტიმეტრი დაახლოებით. ანუ ვისაც გაინტერესებთ რა ზომაზე შეიძლება მოგცეს ორქსმა სიგნალი, აი 45 სანტიმეტრზე უპრობლემოდ მოგცემს. შემდეგ წამოვიდა ამის უმცროსი ძმა დეუსი, 28-იანი ხვიათი. დეუსზე გვექნება განხილვა დეტალურად, უბრალოდ იმას გეტყვით, დეუსი ძალიან მსუბუქია, ძალიან პრაქტიკულია, ცალკე კაბელით არ უერთდება და Bluetooth-ით უკავშირდება თავის ხვიას, იტანება ხვია, იტანება ბორდ კომპიუტერი. ეხლა ვნახოთ დეუსი. მოკლედ დეუსი გვაძლევს შერეულ სიგნალს 60-ები, 70-ები, 90. მოკლედ ეს მეტალი ახლა რაც გვაქვს ჩვენ ნაპოვნი, დიდი ალბათობით არის შერეული, მანდ არის ფერადი ლითონი შერეული და შავიც, მაგიტომაც დეუსი გაძლევს სიგნალს, მაგრამ გეუბნება რომ შავ-თეთრი რაღაცა არის, რა ისე ვთქვათ, ფერადი და შავი ეგრეთ წოდებული ნარევი მეტალი. მაგრამ აღნიშნულ სიგნალს მე მაგალითად გავთხრიდი.
დიდი მეტალია მოკლედ და საკმაოდ აღი სიგნალი აქვს. აი ავწიოთ კიდე. მოკლედ 45 სანტიმეტრამდე ამოვთ. მოდი კიდე გავთიშოთ. და შევამოწოთ დეუსით. ხო. ეხლა გვაქვს Legend-ი ნოქტასი. ეხლა უყურეთ აქ პირდაპირ აქვს ამას ფუნქცია გამოტანილი. შეგიძლიათ ჩართოთ შავი ლითონი, შეგიძლიათ გამოვხდოთ. როცა თიშავთ აი ნახეთ მოაკლო დაახლოებით 15 ID, 15-ის ქრომატ ID მოაკლო, ანუ შავი ლითონი დაბლოკა ესე ვთქვათ და ვნახოთ რა იქნება. დაჟანგებული ყოველთვის პრობლემურია, ჯობია რავი ერთგვაროვანი იყოს. აი ნახეთ შევყავართ შეცდომაში. აი როგორ აიცი? ცოტა ავწიოთ ზემოთ, იმიტომ როგორ თუ დიდი მეტალია და ახლოში ჩაატარებ კატუშკასთან, ხვიასთან, მოგცემს სომილებას. როგორც კი ცოტა საწევ, უკვე სიგნალების გაფილტრას იწყებს. ჩვენ ვიცით ახლა ეს დიდი მეტალია, მაგრამ ბუნება შეიძლება იგივე რაღაც აღმოაჩნდეს და იყოს დიდი რაღაცა დამარხული, იყოს შავი და ჩვენ მაგისთვის უკეთესი იქნება თუ ცოტა ავწევთ და აქ უკვე სიგნალების გაწმენდას იწყებს. მაგრამ ყველა შემთხვევაში დაჟანგებულზე გვაძლევს სიგნალს რომ არის 45-50, ზოგჯერ გარბის 80-მდეც. მოკლედ გავთხრიდით ალბათ არა. მეტალ დეტექტორი 100%-იანი როგორც ასეთი არ არსებობს. ეხლა ჩვენ მაგიტო წამოვიღეთ Deus-ი ნომერ პირველი XP-ის ნომერ პირველი დეტექტორია მთელ სოფლიოში ყველაზე გავრცელებული მოყვარულებში, პროფესიონალებში. გვაქვს ასევე ყველაზე ესეთი ერთ-ერთი პიონერი აი ესეთ ნახევარ პროფესიონალებში არის Nocta Macro Simplex-ი, მაშინ Nocta Macro ერთად იყო კომპანია, ეხლა უკვე Nocta მხოლოდ. და ასევე წარმოდგენილი იყო სხვა მეტალ დეტექტორები, რომელიც შუალედური რგოლი არის, მაგალითად Legend-ი, აი ჩვენი Deus-ი, მოდი Deus-ი. ეხლა ჩვენ Deus-ზე ერთი-ორი სიტყვას ვიტყვით. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რას პოულობთ ხოლმე, სად დადიხართ, თუ საიდუმლო არ არის და საიდუმლოდ არ ინახავთ, ჩვენც მოვალთ ნახავთ, შევამოწმოთ დეტექტორებს. ასევე დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელი დეტექტორის გატესტვა გინდათ, რა კუთხით გინდათ რომ გავტესტოთ, მაგალითად სიღრმეზე, მეტალზე თუ კონკრეტულად რა ფუნქცია გინდათ რომ გამოავლინოთ. დღეს კიდე ტესტი რაც იყო, ნახეთ, დაგვიწერეთ კომენტარებში რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. ერთადერთი ბოლოს გეტყვით რომ ეს არის სიახლე ჩვენს მაღაზიაში, Deus-ი 2, რომელიც სოფლიოში ყველაზე გაყიდვად მოდელად ითვლება და უკვე წარმოდგენილია თბილისში. აგლაძის 15 ნომერში მაღაზია Detectors.G-ში. გვექნება კიდე ბევრი საინტერესო განხილვა, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაგვაფოლოვეთ როგორც Instagram-ზე, ასევე Facebook-ზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად.